ვარ მარიამ მიქელაძე 9 წლის. სწავლობ მე-6 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ბალეტი, ფეხბურთი და ხატვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როცა ვიყავი 5 წლის. მაშინ ბევრი ნახატი ახლაც მაქვს შენახული. მე ვიცი ადამიანის ხატვა, მზის ხატვა, სახლის ხატვა, მინდორის ხატვა, ყვავილების ხატვა და სკოლის ხატვა. ყველაზე რთულია ადამიანის დახატვა და ყველაზე ადვილია მზის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია იასამნისფერი და არ მიყვარს ყავისფერი. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 30 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ, როცა გავიზრდები დავათვალიერო. სახლში მოვაწყე 5 გამოფენა და სკოლაში მქონდა 3 გამოფენა. ყველაზე კარგად მომახსოვდა სკოლის ის გამოფენა, რომელსაც ქაღალდისგან გავაკეთე კვერცხები. სიამოვნებით გავყიდდი ჩემ ნახატებს 5 ლარად. უფრო კარგი პროფესიონალი რომ ვიყო, გავყიდდი 30 ლარად. ყველაზე მეტი ფული ჩემს ცხოვრებაში მქონია 700 ლარი. ბაჭის ყულა მომაქვს და ვაგროვებ ფულებს. იმ ფულით ვიყიდე ტელეფონი, მაგრამ დედიკო დაბადების დღეზე ვაჩუქა iPhone 12 Pro Max. ზოგადად ფული როცა მაქვს, ვხარჯავ ტკბილეულობაში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ალბენი. ყველაზე ხშირად ჩემს ნახატებს ვჩუქნი დედიკოს. ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. მე ასევე მიყვარს ბალეტი და 3 წელი დავდივარ საბალეტო სკოლაში. ბალეტზე შესვლა იმიტომ მინდა, რომ გავხდე სერიოზული, თავაზიანი და დახვეწილი. მახსოვს საბალეტო სკოლაში პირველი დღე რომ მივედი და ძალიან ნერვიულობდი. ხალი ჩემზე დაგვაწვინეს და ვარჯიშები გაგვამეორებიეს. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა შპაგატი. ზოგჯერ გამოცდის წინ ნერვიულობისგან ცეკვა. საბალეტო სკოლაში ჩემი მასწავლებელია ელიკო არჩაია. ის არის ძალიან ლამაზი, საყვარელი, მშვიდი და ძალიან ენერგიული. ბალეტთან დაკავშირებით ჩემი გეგმა რომ ბევრი ხანი ვიცეკო. სწავლობს 9 წელია, მაგრამ მე უფრო მეტი მინდა. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგი დირექტორი მყავს, კეთილი მასწავლებელი მყავს და თბილი გულიანი კლასელები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ბარბარე ქოქოვაძე. ყველაზე ცელქია ელია ქელიფთარი. ყველაზე მშვიდია მარიამ გურგენიძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ლაურა ლორთქიფალიძე, იმიტომ რომ ლამაზია, ჭკვიანია და ბავშვები ძალიან უყვარს. ყველას გვეხუტება, რამე თუ შეგვეშლება, გვევნება და გვამშვიდებს, რომ არ ინერვიულო. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი და ექიმი. ბავშვობაში მინდა და გამოსულიყავი მულტფილმიდან არის ერთი სუპერმენი გოგო მარინეტი ქვია. ახლა მინდა ვიყო 10 წლის, იმიტომ რომ გადავიდე მე-5 კლასში. სახლში ცხოვრობ მე, დედიკო, მამიკო და ჩემი ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია გიგი. ის არის ცელქი, ჭკვიანი, ნერვების მომშლელი და ძილის კუდა. ჩემი აზრით გიგი რო გაიზრდება, გამოვა პრეზიდენტი. მამიკო არის გულთბილი, სიმპათიური, სულ მეხუტება და მკოცდის. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, ჭკვიანი, თავაზიანი და ხვეწილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბაჟი. მე დიდად საჭმელების გაკეთება არ მეხერხება, მაგრამ ვადუღებ ძალიან გებრიელ ყავას. ძალიან მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიო. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია Squid Game 2. ჯადოს ჯოხი რომ მქონდეს დედამიწაზე ყველას ისე შეცვლიდი, რომ საქართველოს ძალიან უყვარდეს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ბრაზილიაში ან იტალიაში. წინა მონაწილემ დავიტოვა ასეთი შეკითხვა. მარიამი რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე მარიამი რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ლიზი. ჩემ შვილებს დავარქმევ ნიას და გიორგის. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას, რომელია მისი საყვარელი თამაში. მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია წრეში ბურთი. სხვათა შორის ახლა ძალიან შემიყვარდა ფეხბურთი.
ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ბუდუ ზივზივაძე და საყვარელი გუნდი არის საქართველოს ნაკრები. ამ წუთის ჩემპიონსდებაა რომ ეს ვიდეო ბუდუმ ნახოს. მეტნიერება არის დედიკოზე და მამიკოზე ჩახუტება, ყველა რო კარგად იყოს და კარგი მეგობრები. მე ვარ მეტნიერი ადამიანი.